Გავდონა და მართლა რას აკეთებთ 2012-მდე? რეალურად. რეალურად 98-ში გავაჩინე პირველი შვილი და სწავლობდი მცენარეების დარგვას და ეს პერიოდი იყო, როცა მე გავანებე მუზეუმს თავი, იმიტომ რომ მივხვდი რესტავრაცია არ მიყვარს და ვეძებდი ჩემ თავს და ზუსტად მაგეთი დავიწყე, რომ მაშინ დავიწყე მცენარეების დარგვა და ასე შემდეგ და მქონდა პატარა ყვავილების მაღაზია და მქონდა ეკოლოგიური სკოლა, სადაც ბავშვებს ვასწავლებდი მცენარეების გამოყვანას და ასე შემდეგ. რისი გსხვენიათ? კომპლიმენტების მწვენია საშილა და არ მიყვარს, როცა რაღაცა ზედმეტ პოზიტივს გამოხატავენ, ცოტა არაობიექტურს და გადამეტებულს. რა სახის კომპლიმენტებს გეუბნებიან ხოლმე? ნუ ხარ გმირი და ასე შემდეგ ბოლო დროს აი განსაკუთრებით ამან მოიმატა და ეს ძალიან მაწუხებს. უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ? ფული ჯოჯოხეთს ანათებს? ჯოჯოხეთს ანათებს კი, იმიტომ რომ 60-ში თუ შეიტანი გეტყვი, ანუ ეხლა დაახვია წადი უკანო, ჯოჯოხეთში ანათებს. კი ბატონო. ბოლოს როდის იტირეთ? ვიტირე? იმაზე, აინტა რაჭველიშვილის კონცერტზე იმაში, ალექსანდრეს ბაღში. ხშირად ტირეთ? ხშირად არა, მაგრამ კი, საკმაოდ. ცნობილი გამოსვლების შემდეგ სატელევიზიოს გულისხმობ, ვინმე მეგობარმა ან ახლობელმა თქვენთან ურთიერთობაზე უარი თქვა? არა, მეგობრებიდან არა, თუმცა რა ძალიან გულდასაწყვეტია, ძალიან ბევრმა მეგობარმა სხვა მეგობარი დაკარგა, რაზეც ყოველთვის ვეუბნები, რომ აი რაც საქართველოში გამოვლილი გვაქვს, ზვიადის გამო ჯერ კიდევ რომ დახოცეს ერთმანეთი და ხა იგივეს ნუ გააკეთებ და პირველ რიგში ადამიანობაა და ნუ ადამიანურად ეცადონ აუხსნან ერთმანეთს და ესეთი სისულელეების გამო კონფლიქტში ნუშველენ ერთმანეთთან ადამიანები. ღვინო დუდუკი ქალები. ღვინო დუდუკი ქალების თანამედროვე ინტერპრეტაცია მე ვიტყოდი არის LSD, ტექნო და გოგოები და ბიჭები და რატომაც არა ძალიან კარგია. ეხლა ის ქალები ჩავბარდა წარსულს და თანაბრად არის. მამაკაცი ეს არის? მამაკაცი ეს არის მამაკაცი. სექსის სიყვარულის გარეშე. სექსის სიყვარულის გარეშე არა, თუმცა სიყვარული შეიძლება გრძელდებოდეს მხოლოდ ერთი დღე ან ერთი კვირა. ტრადიცია რომელიც მოგწონთ. ტრადიციებიდან ძალიან მომწონს აღდგომაზე, კვერთხების ღება, ჯეჯილის დათესვა და ასე შემდეგ. ასე თუ ისე ახალი წლის ტრადიცია, ნათვისხის მორთვა. და ტრადიცია რომელიც არ მოგწონთ? ექსია ძალიან გრძელია და ძირთად ის ტრადიციები რაც დღეს არის ნაკლებად მომწონს და ნაკლებად ვიზიარებ აი სუფრის და ასე შემდეგ. ეს ქორწილის გამო რომ უნდა აიღო ვალები და მე მთელი ცხოვრება ესენი იხადო, ის რომ პანაშვიდზე ვიღაცა რომ შემამაში უნდა იტირო, ის რომ შავები უნდა ჩაიცვა. ანუ ამ ტრადიციებს არ ვცნობ. თქვენ გქონდათ ქორწილი? ქორწილი ხო, მქონდა, ასე ვთქვათ, ყოფილი მეუღლის მშობლების მოთხოვნით, დედის მოთხოვნით და მივედი საპროტესტო შავი მოკლე კაბით და არც ვიცეკვე არაფერი არ გავაკეთე 15 წუთში დავტოვე საკუთარი ქორწილი. და დედამთილ მამამთილს როგორი რეაქცია ჰქონდათ? აი რაც მოითხოვეს და გავაკეთე, ეს იყო პროტესტის სახე. და ანუ ის მიიღეს, რაც თხოვეს, თუმცა ძალიან კაი ხალხი იყო, ორივე გარდაცვლილია და ძალიან მეგობრობდით, მაგრამ ნუ მიიღეს ისეთი როგორიც ვარ. ანუ მარტივად მიგიღეს? კი, არანაირი ის არ ყოფილა. ეხლა ალბათ რაღაცა ის ჰქონდათ, მაგრამ კი. რატომ გაშორდით ქმარს? ჩვენ დღემდე დავჭით ძალიან კარგ მეგობრებად, თუმცა იმ ურთიერთობა მოუწევთ ამოწურა თავის თავი უკვე. როგორია კარგი დედა? კარგი დედა არის, რომელიც ეხლა ყველა დედას უყვარს შვილი, ეხლა ეს ფორმულა ცალკე არის და ეხლა ამ სიყვარულთან ერთად ცემს შვილის პიროვნებას პატივს და არ ახლავს თავზე იმას, რაც უნდა დედას და მეტად აძლევს მას საკუთარი თავის განვითარების საშუალებას. ასაჭიროა თავისუფლების მიცემა შვილისთვის. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, თუმცა თავისუფლება ფართემცნებაა და ამორალურობას არ შეიცავს ეს. ხალატი. სულ ღალატობთ ადამიანები ერთმანეთს, გააჩნია ალბათ ეს როგორ ხდება, ძალიან უტრირება არ მიყვარს ამისი, უნდა იყო გულწრფელი ადამიანთან და მაშინ ღალატი აღარ ქვია, თუ ხარ ბოლომდე გულწრფელი. თქვენთვის უღალატიათ? მე არ ვთვლი ესე, რომ ჩემთვის ვინმეს როდესმე უღალატია. არა. რის გამო და როდის გამოთქვით პირველი პროტესტი? ალბათ ბავშვობაში ბორშჩის ჭამაზე და მაწვნის ჭამაზე, ქუჩაში ქუდის დახურვაზე და ასე შემდეგ. სკოლის პერიოდიდან მე გაგდებული ვარ ყველა სკოლიდან და ასე შემდეგ სულ პროტესტების გამო 55 სკოლაში საბჭოთა დრო იყო მაშინ და რომელიღაცა ცეკას დივანი ჩამოდიოდა, აღარ მახსოვს გარბაჩოვი ვიღაცა გრომიკ არ მახსოვს. პიონერის ხელსახვეები წვრილად დავაკუცმაცეთ და იმ დროს როცა ჩამოიარა, გადავყარეთ ფანჯრიდან, ეს იყო ჩვენი პროტესტი, მაშინ ჩემი ორგანიზებული. გაიგეს? კი, როგორ არ გაიგეს და ანუ არაერთი მსგავსი პროტესტი მქონია, მე ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელშიც იყო პროტესტები, ანუ სულ რაღაცას ვაპროტესტებდი უსამართლობას. ადამიანმა ცხოვრებაში ერთი ხე უნდა დარგოს? არა, თუ არ უნდა, არაფერი არ უნდა დარგოს, არაფერი არ უნდა აკეთოს ადამიანმა, რაც არ უნდა. ეხლა ძალით რომ გაიყვანო ვიღაცა ხე და არ გვევინო, იმას შეძულდება ეს ხეების დარგვა. ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც უნდა. როდის გამოხედით ბოლოს წყობიდან? დღეს რო უყურე ნინო სულხანიშვილის წარფშეუტოკელ ტყუილების უკაცრავად და ტრაც ტელევიზორში ეს იყო ამაზრზე. აი, მაშინ როცა ესეთი მძიმე მდგომარეობა და ესეთი მძიმე ემოციური ფონი გვაქვს და როცა ესე ვიბრძვით ქალაქის გადარჩენისთვის, ადამიანი რომელიც ესე წარფშეუხრელად ყვილებს ლაპარაკობს გაღიმებული სახით, აი ძალიან მეშინოდა რომ ტელევიზორი არ დამელეცა დღეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ახლო არ ვიყავით, თორე კიდე ახალ სიტყვების კასკადს ჩავაწერინებდი პრესას. რა გაიკეთებიათ წყობიდან გამოსულს? გააჩნია ძალიან ბევრი რამე ყოველ შემთხვევაში, როცა არის ამ საშუალება, არასოდეს არ ვიკავებ ემოციას და ადეკვატურად ვიქცევი იმ სიტუაციიდან გამომდინარე. სიგარეტი თუ ფოთოლი? სიგარეტიც ფოთოლია, თუთუნის და რა თქვია სიგარეტი ფოთოლი, სიგარეტიც და ფოთოლიც. ძალიან ცუდია მოწევა,
არ ვაკეთებ მის პოპულარიზაციას. ეს არის ჩემი ძალიან მავნე ჩვევა, რომელსაც სულ არ მინდა რომ ვიღაცა მიბაძოს და მამეთ მერიდება რომ ეწერო. სცენარები თუ ადამიანები? რა თქმა უნდა, ადამიანები, მე არ მიყვარს კატეგორია ცხოველთა დაცველების, რომელიც ცხოველს აყენებს ადამიანზე წინ. არც ერთი წუთი ამას არ მივესალმე, პირველი არის ადამიანი და ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ბუნებასთან ურთიერთობა. ღმერთი. მე ვარ ათეისტი და ვთვლი რომ ღმერთი არის ადამიანების მოგონილი არსება, რომ შეავსოს ის შიში ან გაურკვევლობა, რაცაც ვერ ხსნიან და გჭირდება რაღაცა, რასაც დახმარებისთვის მიმართო და ან კიდე რაც რისთვისაც რელიგიები შეიქმნა და რელიგიებმა ყველაზე მეტი ომი გამოიწვია, რაღაცა მორჩილება რომ გამოიწვია და შიში ადამიანებში. აღსარება. აღსარების სურვილი ყველას გვიჩნდება ხშირად, რა თქმა უნდა და შემიძლია ვთქვა, რომ მერიასთან სამი კვირა საპროტესტო აქციების დროს იმდენი აღსარება ჩავიბარეთ, რომ ჩვენთან გვჭირდება ახლა ფსიქოთერაპევტი, იმიტომ რომ ის გაჭირვებული ადამიანები, ვინც მოდიოდნენ მერიაში და მერია მათ კარს უკეტავდა, მოდიოდნენ და ძალიან მძიმე რაღაცებს გვიყვებოდნენ და აღსარებას შენაბარებ ძირითადად რატომღაც უცხო ადამიანს და ესეთი უცხო ადამიანი, რასაც აღსარება ქვია, არის ხოლმე ძირითადად სასულიერო პირი. ეკლესიაში წასული აღსარების ამჯერა, იმიტომ რომ მახსოვს იმ ომის წლებში დავით გარეჩი მუშაობდი მონუმენტურ რესტავრაციაზე და ჩამოდიოდნენ ყველა მკვლელი აღსარებაზე, მოვკალი იქ 20 კაცი და ის შეუნდობდა და იქ მაყოფილი მოდიოდა, რომ მას უკვე ეს ცოდვები ჩამოერეცხა. ეს არ არის აღსარება ნამდვილი. ნამდვილი აღსარება არის შეიძლება მოაწყო ქუჩაში გამლელთან ან უბრალოდ მეგობართან. მოძღვარი არასოდეს ყოლიათ? არა, არასოდეს. პროტესტი არის გზნობა, რომელიც ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს უჩნდება გარკვეულ პერიოდში და აი აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზღვარი დავიცვათ, როდის უნდა გამოვხატოთ რა სახით ეს პროტესტი, როდის ჯობია რომ ეს პროტესტი შედარებით მივაჩვენოთ, თორე ადამიანი, რომელსაც არ აქვს პროტესტის გზნობა, მე ვთვლი, რომ ის არის დაზომბირებული. ყველაზე ხშირად რაზე გიჩნდებათ პროტესტი? ძირითადად უსამართლობაზე მიჩნდება ძალიან მძაფრად პროტესტის გზნობა და ვთვლი, რომ უსამართლობის შემთხვევაში პროტესტის ფორმა აუცილებლად სასურველია, რომ იქნეს გამოხატული და თითქმის ყველა ფორმა მისაღებია ამ შემთხვევაში. როცა თქვენს მიმართ გამოხატავენ პროტესტს? არაერთხელ ყოფილა მსგავსი და სამართლიან პროტესტს მივესალმები და არ მიყვარს მორჩილი ადამიანები. თუმცა უსამართლო პროტესტზე კიდევ უფრო დიდი პროტესტი მიჩნდება. პროვინციალიზმი ეს არის? პროვინციალიზმი ეს არის საშინელი სიტყვა, რომელიც მოიგონეს ქალაქში მაცხოვრებლებმა, რომ ვიღაცა დააკნინონ. არასოდეს ამ სიტყვას არ ვიყენებ. ეხლა პროვინცია არსებობს როგორც გეოგრაფიული ერთეული, თუმცა ამ სიტყვას ვინც ხმარობს, რომ ის პროვინციელია, მე მათთან საერთო ენას ვერასოდეს ვერ პოულობ. ცენზურა საჭიროა, რა თქმა უნდა, რაც უნდა გასაკვირი იყოს ეს ჩემგან, თუმცა ცენზურასაც აქვს თავისი რაღაც გარკვეული გამონაკლისები, როცა ზოგ შემთხვევაში უცენზურობა არის უბრალოდ ადეკვატური, ერთადერთი ადეკვატური რეაქცია გარემოზე. უცენზურო სიტყვა, არ ვიცი, ძალიან ხშირად პენის, რომელსაც მე ხშირად ხმარობ. უძახიან უცენზურო სიტყვას, თუმცა ისეთივე ადამიანის ორგანოა, როგორც წარბი, წამწამი, იდაყვი, ასე შემდეგ და გააჩნია რა კონტექსტში იხმარ. შეიძლება მე თქვენ მოგმართოთ, რომ სიტყვაზე შენ ხარ ცხვირი და თქვენას გეწყინოთ. ხეზე მეტად მიყვარს. ხეზე მეტად მიყვარს ძალიან ბევრი რამე, ხე არის ერთ-ერთი, რაც მიყვარს ერთობლიობაში და ძალიან ხის გარეშე უბრალოდ არ გვექნება ჭრთილი, ასე შემდეგ. ხეზე კომფორტი მიყვარს და ამიტომ მიყვარს ხე. მაკიაჟი, კი ბატონო, მე ვატარებდი მაკიაჟს გარკვეული პერიოდი, ეხლა ისე ტალღაზე ვარ, რომ არ ვატარებ, შესაძლოა კიდე როდესღაც გავიკეთო, ანუ არანაირი ტაბუ არ არის, უბრალოდ გააჩნია ხასიათს და განწყობას. ქალი ფქვილიანი ხელებით. ქალს თუ მოწონს ფქვილიანი ხელებით ყოფნა, ეხლა ეს ცოტა სტერეოტიპულია, რომ ქალი ფქვილიანი ხელებით ძალიან კარგი მეგობრები მყავს, ვინც უგემრიელეს კერძებს ამზადებს, თუ კი ეს არ არის ძალდატანებითი და ამას დედამთილი მათრახით არ აკეთებინებს, რა თქმა უნდა, კი ქალიც და კაციც ფქვილიანი ხელებით მისაღებია, მაგრამ თუ ეს ხდება იძულებით, მაშინ რა თქმა უნდა არა. თქვენ სიამოვნებით აკეთებთ ხოლმე კერძებს? არა, ერთადერთი კულინარია არის ის, რაც ჩემთვის არის ტანჯვა, მირჩენია ცოცხი, მტვერი სტილო ყველაფერი, აი სამზარეულო არის ჩემი სასჯელი. ყურადღების ცენტრში ყოფნა? არა, ძალიან არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა გულწრფელად. ოდიშის მოხდა გიჭირთ? საკმაოდ ჯიუტი ვარ და მიჭირს იმის გათვითცნობიერება, რომ შეცდომა დაუშვი. თუ დავიჯერებ, რომ შეცდომა დაუშვი და ამას ამიხსნიან, მე ბოდიშის მოხდა აღარ მიჭირს. ბოლოს როდის მოიხადეთ ბოდიში, გახსოვთ? კი, ჩემს შულს მოვიხადე ბოდიში, დავწოფერო ოთახი არ დაულაგებია და აღვნიშნე, რომ ეს ოთახი დაულაგებული იყო. თქვენ ერთ ძალს ისურვებდით? მე ვარ ორი ბიჭის დედა. და ეს სრულიად მათი გადასაწყვეტია, ვინ ეყოლებათ, ძალი მეყოლებათ თუ სიძე, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, თავარია ისინი იყვნენ ბედნიერები. კანონი თუ დაგერღვევიათ? კანონის დარღვევა სამწუხაროდ ხშირად მიწევს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკმაოდ ცუდი კანონები გვაქვს და ვცდილობთ ეს კანონები შევცვალოთ, რაზეც ვმუშაობთ ინტენსიურად. რას არ გააკეთებდით არასოდეს? არ მივაყენებდი ფიზიკურ ზიანს ადამიანს, რომ სასიკვდილოდ გაუხდეს საქმე, მეტი დანარჩენი ალბათ ყველაფერს. სიყვარულშიც მეამბოხე ხართ? სიყვარულში არ ვარ მეამბოხე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საყვარელ ადამიანებს
ჩვენ არ ვირჩევთ, მთავრობა არ გვირჩევს და ვირჩევთ თვითონ და უკვე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან შესაბამისად არ ვარ მე ამბულხი. პოლიტიკაში წასვლაზე გიფიქრიათ? რა თქმა უნდა მიფიქრია და ცოტა თემა არაზეც არ მიფიქრია და ბევრი ფიქრის შედეგად მივედი დასკვამდე რომ ეს არ არის ჩემი საქმე, თუმცა კატეგორიული არასოდეს არ ვიქნები, მომავალში რა იქნება უბრალოდ არ ვიცი. თუმცა ვთვლი რომ მე პოლიტიკაში არასოდეს არ მოვალ, რაც 100%-ად ვიცი რომ არც ერთ პარტიაში არასოდეს არ გავწევრიანტები. გამონათქვამს მამაკაცი ოჯახის თავია. ეთანხმებით? ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ამას სასაცილო ლაპარაკი რომ მე ამას დავეთანხმო, რა თქმა უნდა არა. ვის შენიშვნებს ითვალისწინებთ? ნებისმიერის შენიშვნას ვითვალისწინებ თუ ის ობიექტურია და მისაღებია ჩემთვის. თვისება, რომელიც არ მოგწონთ საკუთარ თავში. სიჯიუტე. როდის არ ხართ ჯიუტი? როდესაც ვხედავ რომ არგუმენტირებული ადამიანი მელაპარაკება და ის არ მებრძვის ბრძოლისთვის, არამედ რეალურად ცდილობს რომ რაღაცა შენიშვნა მომცეს, რომელიც არ ჩემთვის მისაღები. სიყვარულშიც ჯიუტი ხართ? არა, სიყვარულში არ ვარ ჯიუტი. სინანული კარგია? სინანული ზომიერად რა თქმა უნდა კი, თუმცა ზედმეტი ეს დამნაშავის კომპლექსი და ასე შემდეგ არ უნდა გადაიზარდოთ რაღაცა, რაც სანანებელია, ადეკვატური ემოცია უნდა გამოხატო, რა თქმა უნდა, სულ გახარებული ადამიანი ცოტა არაადეკვატურია. რა იმის თუ ნანობთ? ეხა პირველი რაც მოგაფიქრდებათ. ისევ იგივეს, რომ არ მაქვს სიყვარულის გამოხატვის უნარი ახლობლებთან. მიზნის მისაღწევად რაზე შეიძლება წახვიდეთ? ყველაფერზე რა ჯდება ჩემ მორალურ კოდექსში, აბსოლუტურად ყველაფერზე. ჩარჩო. მაინც და მაინც არ მაქვს ჩარჩოები, თუმცა ეს არის როცა ეხება მეორე ადამიანის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს, მეტი ალბათ ჩარჩო არ აქვს. შეგნებულად ეპატაჟზე წასულ ხართ? კი, ყოფილა ეგეთ შემთხვევა. ეს მოხდა ახალი წლის წინ საკრებულოში დაანონსეს პანორამის განხილვა, პანორამა თბილისი, რომელსაც ძალიან მეწინააღმდეგებოდა 30 დეკემბერს დაანონსეს. უმეტესად ესე აკეთებენ, რომ ხალხი ვერ მივიდეს და აღმოჩნდეთ 5 თუ 6 ადამიანი მხოლოდ და ძალიან გჭირდებოდა მეტი ხალხის მოსვლა, რის გამოც ბატონ მანუჩარ მაჩაიძეს მომიწია ბევრი კამერის წინ რომ გამეკეთებია რქები მის თავზე. არ ვიცოდი მაშინ რომ ეს მანუჩარ მაჩაიძე იყო, უბრალოდ რაღაცა იყო საჭირო, რაც მეტ ხალხს მოიყვანდა და ამან იმუშავა. დაბერების გეშინიათ? დაბერების ძალიან მეშინია კი. როგორ წარმოგიდგენთ თქვენი სიბერე? არ მინდა მაგაზე ფიქრი, მაგრამ აი ის რომ ვიყო უმწვეო და ვიღაც დასახმარებელი, აი ამ მდგომარეობაში მისვლის ნამდვილად ყველაზე უფრო მეშინია. ნატაფერაძე 20 წლის წინ და ახლა. აი ამაში მაქვს პრობლემა ზუსტად, რომ მე ვერ ვხგრძნობ ჩემ ასავს და მე მგონია რომ დიდად არ გამოვცრევა, ძალიან ხშირად ქუჩაში რომ ვიმდივარ, ვიტრინაში ვიღაცა ქალს ხედავ და ვერ ვცნობ რომ ეს მე ვარ, ანუ ვერ ვნებდები იმას, რომ წლები გადის. ადამიანის მოკლაზე, ოდესმე გიფიქრიათ? არა, არასოდეს ეგეთი რამე არა. რომელია თქვენი ცხოვრების მთავარი შეცდომა? აი, რასაც ვერ ვპატიობ ჩემ თავს, ეს არის ის, რომ ბებია რომელმაც გამზარდა, ბოლო წლებში საკმაოდ უხეშად ვიყავ მასთან და ვერ მოვახერხე საკმარისად სიყვარულის გამოხატვა, რაც სიზმრებში ძალიან ხშირად მაწუხებს, უფრო მეტად უნდა გამომეხატა, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ის ჩემთვის. კაცად რომ დაბადებულიყავით. ვიქნებოდი მამა და არა დედა. ბავშვობის ტრავმა. ბავშვობის ტრავმა იყო ავტორიტარული სკოლა და სკოლის მასწავლებლები, სადაც იყო ჯარი ფაქტიურად და ეს იყო სერიოზული ტრავმა დღესაც სკოლასთან ჩავლისას სულ ცუდი ასოციაციები ახსენდება. რამდენი სკოლა გამოიცვალეთ? 95, მერე საღამოს სკოლა, სამხატვრო სასწავლებელი, ორი სკოლა ფაქტობრივად. წარსულში დავტოვე. წარსულში დავტოვე წარსული და არასოდეს არ ვებღაუჭები წარსულს და იყო ძალიან ბევრი რამ, რაც ყველაფერი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ. ესე საბოლოოდ არაფერი არ რჩება წარსულში, ყველაფერი რაღაცა კვალს ტოვებს შენზე. რაიმე ხო არ დაგნანებიათ, რაც წარსულში დარჩა? რა თქმა უნდა, რაღაცები არის, რაც მენატრება და ვინატრებდი კიდე, თუმცა ისევ არ ვაძლევ წარსულს იმის უფლებას, რომ უკან ქაჩავს და წინ მივდივარ. როდის მიხვდით, რომ ცხოვრება შედგა? მაგას მე მგონი ადრე ამაზე საუბარი, ცხოვრება შედგა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და გააჩნია როგორ ხასიათზე ხარ, ხან მგონია რომ ყველაფერი კარგად არის, ხან მგონია რომ ყველაფერი ცუდად არის და სიკვდილის წინათ ალბათ ამას ბოლომდე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გააჩნია რამე მტკივა თუ არა იმ დროს და როგორი ამინდია და ასე შემდეგ. ბოლოს როდის და რა დახატეთ? ბოლოს იყო 2 დღის წინ აუტიზმის სპექტრიანი ბავშვები არ გაუშვეს ავტობუსში და მოიყვანეს დედებმა კარავთან და ერთად ვხატეთ ხელებზე, ფეხებზე, ყვავილები, ხეები, მზეები და ასე შემდეგ. საკუთარ თავს წარმატებულად მიიჩნევთ? გააჩნია საქმეს, გააჩნია ხასიათს და გააჩნია მდგომარეობას, როდის რა ვარ. ხან მიმაჩნია რომ რაღაც საქმე წარმატებულად მედის, ხან მიმაჩნია რომ არა, თუმცა ესე რომ წარმატებული ადამიანი მე ვთვლი რომ ესეთი რაღაცა არ არსებობს საერთოდ. ადამიანი რომელმაც შემცვალა. ერთ ადამიანს ვერ დავასახელებ, ესა ძალიან ბევრი არის და ეს შეიძლება იყოს ბავშვი და შეიძლება იყოს ღრმა სოფელში ბებია. სულ ვცდილობ რომ ვიღაცისგან რაღაცა კარგი ავიღო და გამოვიცვალო თავი, რამდენად გამომდის სხვა საქმეა, თუმცა ერთი კუმირი არ ამყავს, რომელზეც ვიტყოდი რომ ესე შემცვალა. მაშინ ვარ ბედნიერი. ერთი მეგობარი მეუბნებოდა რომ უფრთხილდი მრავალწერტილიან შეკითხვებს ძალიან ბევრია, მაგრამ კაი, მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ჩემი საყვარელი ადამიანები არიან ჩემ გვერდით და არიან კარგად. მაშინ ვარ უბედური. შესაბამისად, როცა მათ რაღაცა უჭირთ ახლობელ და საყვარელ ადამიანებს. სიკვდილთან პირველი შეხება. ბაბუა და დედა ძალიან მძიმედ
ონკოლოგიური დაავადებით. აკრძალვა. აკრძალვა, რა თქმა უნდა, აკრძალვა არის აუცილებელი. ეს უნდა იყოს ის აკრძალვა, რომელსაც შენ ათვიცნობიერებ, რომ ამის აკრძალვა არის სწორი. აი, ამის მაგალითი არის სალტეების გადაჭერა, რომელიც მანამ არ აგვიგრძალეს და მანამ ამაზე ჯარიმა არ დაწეს და არც ერთმა არ გადავიჭერეთ სალტე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მსგავსი აკრძალვები, მორალური აკრძალვებიც ყველას გვიდევს, ანუ ვიღაცას რომ არ მოგტოს ქუჩაში, არ უნდა მიხვიდე პანჩური, არ უნდა დაარტყა, ასე შემდეგ და რაც შევა მინიმალურამდე უნდა დავიდეთ და გააზრებული აკრძალვები, რა თქმა უნდა იყოს. აკრძალული ხილი ყოველთვის გემრიელია? არა, ვერ დაგეთანხმებით, ანუ გააჩნია თუ მადაზე ხარ, რომ აი მაინც და მაინც ის ხილი შეჭამა, ალბათ გემრიელია, მაგრამ ეხლა მარტო იმიტომ რომ აკრძალულია, იმ ხილს არ უნდა მიეტანა. სისხლის ბოლო წვეთამდე. მხოლოდ ახლობელი ადამიანების სიცოცხლისთვის. ცხოვრების მთავარი მიზანი. იყო კომფორტულად და ჰარმონიულად მეგობრებთან, ბუნებასთან, გარემოსთან, ასე შემდეგ. როდის არ არის 2x2 4? გვისწავლია მათემატიკაში რაღაც რთული გამოთვლებით რომ გამოდის რომ 2x2 4 არ არის, თუმცა ძალიან არ მიყვარს ხალხი, რომელიც ძალიან ხშირად ამტკიცებს 2x2 4 არ არის, 2x2 მეთვლი რო არის 4 და მიყვარს კონკრეტიკა. არჩევანი რომელშიც შეცდით. ალბათ რაღაც პატარ-პატარა შეცდომები დამიშვია, რა თქმა უნდა, თუმცა არ ვთვლი რომ შევცდი და ყველა არჩევანი მნიშვნელოვანი იყო და რაღაცა შეიძლება ზოგმა მეტად გაამართლა, ზოგმა ნაკლებად, თუმცა არ მახსენდება ესეთი რამე, რადგან ნანობრო ეს ავარჩია და მან მიღალა და თქვა. თავარი შეცდომა? არ მაგონდება მსგავსი რამ, ალბათ ისევ ის რომ ნაკლებად გამოვხატავ ახლობლებისადმი სიყვარულს, ვიდრე რეალურად მაქვს. რისი კომპლექსი გაქვთ? აი მაგას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის მართლა კომპლექსი და ამაზე საუბარი არ მსურს. ცხოვრების რესტავრაცია რო შეგეძლოთ, რა შეცვლით? მე ვიყავი ნახატების რესტავრატორი და გავანებე ამ პროფესიას თავი, იმიტომ რომ არ მომწონს რესტავრაცია და ვთვლი, რომ ნახატს უნდა მისცეს საშუალება იცოცხლოს, დაბერდეს და მერე თავის სიცოცხლით გარდაიცვალოს და იგივე ვთვლი სიცოცხლეზე. რა არის თქვენი ნარკოტიკი? ჩემი ნარკოტიკი არის მიწათმოქმედება და მცენარეებთან ურთიერთობა. რეალური ნარკოტიკი თუ გაგისინჯავთ? კი, გამისინჯავს ყველანაირი. მილიარდერი რომ ყოფილიყავი. მილიარდერი რომ ყოფილიყავი, დავაბანდებდი ფულს განათლებაში და მედიცინაში, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვეყოლება ჯანმრთელი და განათლებული ხალხი, დანარჩენი ყველაფერი მოწესრიგდება თავისით. რა არის თქვენთვის განტურთვის საშუალება? სახლში მარტო ყოფნა, მუსიკა, მცენარეების მოვლა. ხშირად გიწევთ მარტო ყოფნა? არა. ფესვი? ფესვი. ვიცით ყველა ხეს აქვს ფესვთა სისტემა და ეს ფესვი არ ჩანს ზევი, თუმცა არის ის, რაც ასაზრდოებს ხეს და რითიც ფესვის დაზიანების შემთხვევაში ის ხე დაიქცევა ან დაავადდება. და ალეგორიულად რო გადავიტანოთ, ადამიანებსაც გვაქვს ფესვები, რომელსაც ვერ ვხედავ და მე ძალიან ძლიერად მაქვს ეს ფესვის გზნობა განვითარებული. ეს არის ის, რის გამოც მე არ მინდა წასვლა ჩემი ქვეყნიდან, რომელიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში და გაცილებით კომფორტულ ქვეყანაში შემიძლია ვიყო. თუმცა ზუსტად ეს ის ფესვებია უხილავი, რომელიც მაბავს აქვს და რაც მე სიამოვნებას მანიჭებს და ვცდილობ, რომ შევცვალო აქაურობა. გქონიათ რეალური შანსი წასვლის? სურვილი არ მქონია, თორე რომ მქონოდა სურვილი, რეალური შანსი გამოჩნდებოდა აუცილებლად. კი ბატონო. დღევანდელი ინტერვიუს შედეგად რეალური ნეტაფერაზე რამდენი პროცენტია? მე ვქრო საკმაოდ ბევრია ხა ეს შკალაზე ვერ დავდებ, მაგრამ ვცდილობდი მაქსიმალურად გულწრფელი ყოფილიყავ. რომელიმე იყო დღევანდელი საუბრისას უხერხული კითხვა? თუ უბრალოდ დაგაფიქრებთ? არა, არ ყოფილა უხერხული კითხვა. რა თემაზე საუბარი გიქნით უხერხულობას? აი, ხა ძალიან რასაც ვნანობ, არის ერთ-ერთ ჟურნალს მივეცე ინტერვიუ, რომელსაც მეტი არასოდეს არ მივეცე, მამინდა სახლის დასახელება. ანუ პირად თემებზე საუბარი არის. გააჩნია პირად თემასაც, ხო, ალბათ, აი